მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მიდი, აბა, მიდი. ყოველთვის გიორგი იწყებს ხოლმე, მაგრამ მიდი ახლა და დღეს რატომღაც გადავწყვიტე რომ მე დავიწყო. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ ვართ სულგუგუნი, იმიტომ რომ ჩვენთან სულგუგუნია. აბადია. ჩვენი გადაცემის თავარი მიზანია რომ ვიღაცის პროფესიაში ჩავყოთ ჩვენი ცხვირები. უფრო კონკრეტულად კი ვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და ვსაუბრობთ მათ პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე. თუმცა იუმორისტულ ჭრილში. ჩვენი გადაცემის თავარი მიზანია რომ სტუმრად მოვიდეს ხვიჩა კვარაცხელია. სხვათა შორის დაურეკე მე კვარაცხელიას. ისე ხო როგორი ძილობიანი კაცი არის სიმონ, აი დამლოცა ბიჭო რომ დამირეკა. ხო დამლოცა. როგორ? მე იქ არ მოვიდე, იქამდე არ აგიდგე შენ გვერდებიო. არა, იქამდე არაფერი გეტკინოს. ხო. ეგრე უნდა. ხო, ეგრე უთქვამს ბიჭო, დავიწყდა. შუა საუბრის დროს კვარა მითხრა რომ ლიგის ფინალი მაქვს. მე მინდა კვარა ქუთაისურად გიპასუხო. რაია ბიჭო, თასია? ეხაც არ მოხვალ. გიორგი, გადავიდეთ აბა თემებზე. კი ბატონო, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა ესაა იუმორი. მოკლედ მე ჩავყევი კომენტარებს გიორგი. ჩავყევი მე კომენტარებს. კითხულობ კომენტარებს და ვიღაცა წერს ძალიან კაი კომენტარს ბიჭო. ის რა კაი ბიჭია ის გამختარიო სიმონ. მაგრამ ის მეორე არ აცლის ბიჭო ლაპარაკს. ის ღორიო ისო. ის გასუქებულიო. ის ნაიო ისო. ამ კომენტარებს საკითხულობ მე რომ ვერ ვხედავ ეგეთ ადგილას. X-ზე. X-ზე. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა არის ცეკვა და მოცეკვავეობა. ვაუ. გიორგი, სხვათა შორის ვცეკვავდი მე. პოლონეთში ვცეკვავდი. არა, დავიღალე მართლა, აღარ შემიძლია უკვე. ხო, შეიძლება ვიღაცები მაგით ტრაბახობენ, რომ სუხიშვილებში ცეკვავდნენ, ერისიონში ცეკვავდნენ, პოლონეთში რო ცეკვავდა, მაგით რატო ტრაბახობ? პოზნან? პოზნანში თუ ცეკვავდი? მაშინ იტრაბახე შეჩემ. ხო. ისე მიეწყო გადაცემები, რომ სულ ყავს მამაკაცები სტუმრად რა. კი ბატონო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი ყოფილიყო ქალბატონი. მაშასე, ჩვენი სტუმარია გოგო. გოგო ბარ. თუ ხინტკირიას გამოცხადება არ მოგეწონათ, მეც მაქვს მაგარი გამოცხადება. ჩვენი სტუმარია სადასვალალო იქ ელენე დავითაია. გამარჯობა ვალალო კი არა. გამარჯობა ელენე. ბოდიში. უკაცრავად თქვენი სახელი და გვარი რომ მითხრათ. ელენე დავითაია. გიორგი მართლა ესაა თუ ავიხედო ზემოთ. ეგ არის ეგ. ხო, გამარჯობა. სალამი. ელენე, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. სადაურ დავითაია ხარ? მეგრელი. კონკრეტულად. ფოთი. ფოთელი ხარ? ჩემი ფოთი. კი, ფოთელი ვარ. ელენე, რადგან მეგრელი ხარ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პირველი სტუმარი ყოფილიყავი. გილოცავ დღეს. რა პირველი სტუმარი, მაგრამ ნახი ქონია. ვიცი, მათასკაცში შედის ელენეს ესე იგი. სექსისტური ხუმრობა მაქვს დღეს მომზადებული. ისმენ. ანუ შემიძლია რა ვთქვა? კი, მიდი. ვარა, მაგარია. ბიჭო, ამდენი კაცი სტუმარი ხო გყავდა? ხო და მოიწვიეთ ეხა გოგო, იმიტომ რომ თებშები ქონდა დასარეცხი. ხო და მიდი ხა. მე არ ვეცხავ თებშებს. მიზარება. კაი, პირფერობებზე ხო არ გადავიდეთ? აუ, ჩვენ პირფერებით სტუმარი რომ მოდის, პირფერებით ხოლმე რა. ამიტომ დავიწყებ პირველ პირფერობას, ესე თეთრი პირფერობა მაქვს რა. მოკლედ, სამეჯლისო ცეკვები რო გარდაიცვლება, სანამ გარდაიცვლება, იცი რას ფიქრობს? არა. ნეტავი იქ ელენე დავითაია არის. სამეჯლისო ცეკვები ჩემთან ერთად ყდება. ელენე რო გადავდოთ რომ ძალიან ლამაზი, ძალიან დახვეწილი, ძალიან კარგი მოცეკვავი ხარ, მეც მაქვს ერთი კარგი პირფერობა. შენ ისეთი ლამაზი ხარ, რომ პირადობის მოწმობაშიც ლამაზი იქნები ჩემი აზრით. არა. არა? არა. ამოვანათოთ აქ ელენეს პირადობის. პირადობის სტუდიაში.
ისე გვატყუებს. არაფოტოგენური ვარ ზოგადად. მართლა. არაფოტოგენური ხარ? ანუ ხო რა, პირადობის ფოტოშიც ხა არ გამოვდივარ კარგად და ისე ფოტოშიც ერთი წელი მჭირდება რომ ხო. ტყობში მოვიდე. სხვათა შორის ხალხო სანამ ჩვენი გადაცემის ყურებას დაიწყებთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. ეს ხო ელემენტალურია. ძლიერი ხუმრობებით ხარ დღეს წარმოდგენილი. ან ამ ხალხს რა ჭირს მაშინ თუ ეგრე არ არის. გიორგი, ჩვენი სტუმარი გვატყუებს რაღაცას. რას გვატყუებს? ჯერ არც დაუწყია პროფესიაზე ლაპარაკი. არც დაუწყია ჯერ. ბაბუა ჩემი მეუბნებოდა ჩემო ძმაო. სანამ პროფესორი გამოხვალოდა რა პროფესიაშიც არ უნდა იყო, მთავარია კაცი იყო და დასკვნები შენ გამოიტანეო. ეს უნდა თქვა. კაი გავაგზავნოთ. ხო, აი ესეთი ხუმრობა გქონდა. ხო მიხვდი თუ? კი ბატონო. მოკლედ ელენე, შენ მაინც შინაური ხარ რა, ჩვენი მეგობრის მეგობარი და ასე შემდეგ და კითხვები რომ პირდაპირ გეუბნები რომ ვერ მოვიფიქრეთ რა კითხვები შეიძლება დაგვესვა და წინასტუმრის კითხვები მოგჭა რაღაცები და შეიძლება მაგ კითხვებზე რომ გავცეთ რა პროფესიის იყო წინასტუმარი? აი კითხავ რა ეხლა. კაი მინდა. ელენე, როგორც ძიუდოისტი. შენი საყვარელი ილეთი რომელია? გავაკეთო მომდა. ი ჩაჩა 1 2 3 ჩაჩა 1 2 3 ჩაჩა 1. აბა ეხლა როგორც ძიუდოისტი ისე. აუ გთხოვ მოდი დაგაგდებ რა. აუ ჩი. არა ვერა. შენ დავდიდი. კაი. ვალოს დავაგდებ. თუ მო. ვეცი ვარ ისე აქ. კაი შენც მაშინ. ცეკვაზე რო გადავიდეთ. მიდი. იჭიდავეთ. ელენე დავითაია და ლუკა გაბელაია. ბერძნულ რომაული. კაი, დავანებოთ თავი ჭიდაობას, ცეკვაზე გადავერთოთ ის. რამდენი წლის იყავი რომ ამდენ? ელემენტარული და მოვიდა. როკენი. რამდენი წელი? როკენი რამდენი წელი იყავი? რამდენი წელი სასაკიდან დაიწყე ცეკვა? და. რამდენი წელი სასაკიდან დაიწყე ცეკვა? 12 წლის ვიყავი. შემიყვანეს წრეზე, ანუ სკოლაში იყო ესე ბანერი, რომ ვასწავლეთ ცეკვასო და შემიყვანეს მაგ წრეზე და იმაგით დაიწყო. მანამდე მოციგურავე ვიყავი 8 წელი. ანუ არ გეგმავდი საერთოდ რა, რომ ცეკვას ვიზავდი, მინდოდა ის. რა გამოვაკლოთ? 4 წლიდან ვიყავი მოციგურავე. გიორგი 4 წლიდან მოციგურავე იყო ელენე რო იცოდე. რა საინტერესო. სხვათა შორის ელენე შენზე სიმღერა ვიცი, ძალიან მაგარი სიმღერა არის, უბრალოდ იქ ტექსტში სოფიკო არის გამოყენებული და სოფო. ძალიან მაგარია. ისე შენი პროფესიის დადებით და უარყოფითი მხარეები რა არის? ძალიან ბევრი უარყოფითი აქვს დადებითთან ერთად. დადებითი მხარე ესე დადებითი, აი მოცეკვავისთვის ხო, მაგალითად ესე აი შემოსავლის მხრივ რო ვიფიქრო, არა, ვერ, იმიტომ რომ ისეთი სპორტი არის, რომ პირიქით შენ გიწევს ჩადება ყველაფერს, რაც გაგაჩნია, ამიტომ ჩემთვის ესე სარგებელი ცეკვას, ანუ არა აქვს რა, მე იმიტომ მიყვარს და იმიტომ ცეკვავ, რომ სიამოვნებას განვიცდი უბრალოდ და ერთადერთი მიზეზი ეგ არის, თორე ის რომ აი რაღაცა ვიშოვო და ჩავიკუჭო არა ვერ. ანუ დადებითი არა აქვს არაფერი? ანუ აი მაგ მხრივ არ აქვს დადებითი, ისე აქვს, აი თუნდაც ცეკვავენ ვარსკვლავებში მაგალითად, ცნობადობის მხრივ ძალიან მაგარია ცეკვავენ ვარსკვლავები, გამოცდილებას იღებ იქ კონკურსებშიც გეხმარება იქ გამოცდილება, რასაც იქ ვიღებთ და ასე ანუ განვითარების მხრივ პროფესიულად კარგია ცეკვები მაგალითად. მაგრამ უარყოფითი ძალიან ბევრია, აი ძალიან სტრესი არის რა, აი ყველას გონია რომ აი ცეკვაა და რაღაცა ერთობი, მაგრამ არა ძალიან სტრესულია. მე დადების უფრო ძალიან ბევრ სპორტია. სპორტია, ჩვენი ცეკვები სპორტია ზოგადად, იმიტომ რომ შეჯიბრება კონკურსი არის და მაგიტომაც სპორტია, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად უყურებ რა, ხელოვნების ბას ნიშნავს ჩემთვის ცეკვა, ბალეტი, ვიდრე სპორტი, მაგრამ ხო, ნუ ისე. მე დადების ხო? რა არის სპორტი? იქ იმი რომ ვათხრევ იმას ხო? რომ აბა რა არის? ხო, აი სპორტია ფეხბურთის ხო და ფეხბურთელები დამჯდარი ხო კენწლიან. შენ თუ შეგიძლია რომ დამჯდარი იცეკვო. კი, როგორ არა? ზაბორაია. რა ვიცი? მაშინ ასე ცეკვავე, არა დამჯდარი მოეცა. ცეკვავენ დამჯდარი ვარსკვლავები. მე ვარსკვლავი არ ვარ. ვარსკვლავები ჩვენ ვართ. აა. ნახევრად ვარსკვლავები.
ცეკვავენ ნახევრად ვარსკვლავები. კაი. ფილმების ყურება უყვარსო შენზე გავიგეთ. კი, მიყვარს. აი, ცეკვის სცენა ფილმიდან ყველაზე ისეთი რომელიც. ბინძური ცეკვები. ეხლა რაც გამახსენდა, ყველაზე მეტად ეგ მიყვარს. წეგარო რეპეტიციობით გიგაგვეშდა შესაბამისად და ზუსტად ეგ პასუხი გაქვს, კი. ეგეც მიყვარს და ისიც მიყვარს, step up ქვია. ხო. მაგრამ ეგ სხვა ცეკვებშია რა, სხვა ჟანრია და ჟანრი. ისე ქართულ ცეკვებსაც ხო ცეკვა. ეჭვია რომ თუ რა გეჭი. კაი მოიცა. რა გინდა რა? კაი, ჩვენს ვისაუბრეთ. მიდი აბა ეს საუბრე რა შეგიძლია, მიდი. დავიწყო საუბარი. ბიჭო, რო არ მიპასუხოს. თვითონ რო არ შემოვიდეს კონტაქტში. შემოხო კონტაქტში. კი. ოპა. კაი, ელენე, ქართულ ცეკვებსაც ხო ცეკვავ. რა გინდა ბიჭო? გამაკითხოს რა. გადაცემა რო დასრულდება, მე დაველაპარაკებ. ქართულ ცეკვებს ცეკვავ, ეხლა ცოტა ხმამაღალი განაცხადია, არასდროს არ მიცეკვია ესე, ცეკვავენ ორსკვლავებში, რაც ვიცეკვე, ეგ ვიცი მხოლოდ სომეტი არა. მაგრამ მიყვარს ძალიან. მე მაქვს სურვილი, რომ ვინმე მასწავლოს. მოკითხოთ ჩემს ქორეოგრაფებს, სურაში. ელისო მოლაია. ბიჭო, რაღაცას გეუბნება გოგო. მინდა რომ ვინმე მასწავლოს თქო. ხო? შენ ხო ცეკვავდი პოლონეთში. პოზნანში. სხვათა შორის მეც პოლონეთში ვცეკვავდი. სად? პოზნანში. სადღაც იქნებით გადაკვეთილები უეჭველი. გვექნება ხელი გაშლილი ერთად. ხო, როგორც ქართულის მოცეკვავეს თქო ეგრე მინდა მეკითხვა რაღაცა, რა შეიძლება იცოდე. ხო, აი ატლანტი და უტლუტი რას. თუ იცი? არა. არ იცი? შენ იცი პოლონელო. კი, ვიცი. რას ნიშნავს? აჭარულის ხო და მე აჭარულში არის, მაგრამ რას ნიშნავს? ატლანტი და ეს იცოდი აჭარულის რო იყო? 1 2 3 ჩაჩა. კაი, ელენე, შენ დაოჯახებული არ ხარ, ხო? არა. მოდი რა ვითამაშოთ, იცი 10-დან 10-ია. როგორ აბა? მე აყვავ, მიდი. შეუმხედე 10-დან 10-ია, მაგრამ ცოტა ღიპი აქვს. რამდენი? 10-დან 10 თუ ცოტა ღიპი თუ აქვს 7. კი ბატონო. მოხდა მე ღიპი. შენ ჯერი. 10-დან 10-ია, მაგრამ ოღონდ კაი. 9. 9? 10-დან 10-ია, მაგრამ დააგდებს ღიპს. ათი იყოს. აუჩე. 10-დან 10-ია, მაგრამ ჰადახა მელოტია. ამებშია მელოტია. მელოტები არ შემილია. 5. ჩეპე. მინარი აქ მელოტი ბაპატიეთ. 10-დან 10-ია, მაგრამ არასოდეს არ დაუმესიჯებია შენთვის არც ერთ მეწყვილესთან არც ერთ სეზონში. 2. 2. ის 2-იც იმიტომ რომ იქნებ ანგარიში არა აქვს და მაგით ვერ მემესიჯებს, მაგრამ 2. ხო, ისა ელენე, ანუ შენი აზრით ეხლა შენ თქვი 12 წლიდან დავიწყეთ ცეკვავე. ჩვენ რო დავიწყოთ ეხლა ამასაკიდან ცეკვა? არა. არა გვაქვს შანსი? მე? ცეკვა. შენ კი. ერთი მოძრაობა შეგვიძლია რამე რო გვასწავლო. კი. მოდი. ხავს მიშილია უკვე ანუ. ადექი, თუ შენ იცი ისედაც. ისო ჩაჩა. ჩანვარდ. როგორც გინდა. წახა ჩაჩა რო იყო ისიც არ ვიცოდი. ჩანვარდ. კარგით, გვიწყებთ გვერდზე ვდგავთ ნავიშს 1, წინ მერე 2, შენ მართლა იცი თუ რა გჭირს 2, 3 უკან, ჩა, 1. ყოჩა, ეხა უკან ვდგავთ და იგივე სოციალურ გვერდზე, უკან. 2, 3, ჩა, 1. ეგ არის? ბრავო! ეხა მარტო გავაკეთე, საბა? ეგრევე დაიმახსოვრეს. მე მარტო მე გავაკეთე. მიდი გააკეთე. არა, ჯერ შენ გააკეთე. მიდი ჯერ შენ გააკეთე. ხო არ ჩანს. მარტო გააკეთე. მიდი. იმ ფეხით ბიჭო. უკან თუ წინ? გვერდზე 1. 1, 2, 3, ჩა. 1 ყოჩა უკან. აი, მიდი. არა, გაიგო. გავაკეთე. აბა პოზნან ჩაერთო. 2. ასე.
ეგ არის? მოიწიეთ ცეკვავი ვარსკვლავი. აბა, კაი, მე თავი დამანები. გადამდე აქეთ ქვერდზე. გამოვა თუ არა გიორგისგან მოცეკვავეები. ბევრი. ხო, რა? კი, რატო არა გამოვა კაცო? არ გამოვარით ხალხო ჩვენგან მოცეკვავეები, ამიტომ ჩვენ შემდეგ გადაცემაში სხვა პროფესიით დაგიბრუნდებით. დღეს ჩვენი სტუმარი იყო მოცეკვავე ელენე დავითაია.